გამოვიდეს ციხიდან, რომ ჩავეხუტო ნაცვალი. რა გაუკეთეს ახალგაზრდებს უკვე დაამახინჯეს სახეები, როგორ ჩაღარეს ციხეებში, შვილები ყავთ მაგათ, როგორ არ სხვენიათ, სულ დაუბრუნდებათ მაგათ ყველაფერი. ჩემი სანამ ოხუცი არავინ არ არის მომღერლებში, იმიტომ რომ მე ვარ 90 წლის, მაგრამ მე ვერ ავხსნავ. იმიტომ ახალგაზრდებმა ეხლა ერთი 10 წელი მომოტეს მე, იმიტომ რომ მე უნდა ველოდო იმას ბედნიერები. მოვემზადოთ გამარჯვებისთვის. ამდენ დღიანი, ამდენ წლიანი ბრძოლა, ამდენ წლიანი უსამართლობა, ამდენ წლიანი ვაება 4 ოქტომბერს უნდა დასრულდეს რუსთაველის გამზირზე. ვემზადებით მშვიდობიანი ხაზს უსვავ, მშვიდობიანი რევოლუციისთვის. რადგან ხელისუფლებამდე ჩვენი ხმა არ მიდის საზოგადოების ხმა, რადგან ხელისუფლება უხვევს კონსტიტუციას, უხვევს ევროპულ კურსს. ქართულმა ოცნებამ უკვე წელიწადზე მეტი არას დაიკავა არალეგიტიმურად თავისი ადგილი და ეს არის უკვე ზედმეტი. საქართველოს აღარ დაუშვით იმას, რომ კიდე უკან წავიდა რუსეთში დაბრუნდეს, ამიტომ დღეს ჩვენ მათ შევცვლით თუ მოგცემს საშუალება მშვიდობიანად გაუშვებთ საქართველოს და ძალიან ბევრი ემიგრანტის გული ეხლა დღეს აქაა, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან ბევრი არალეგალია და ვერ შეძლო. ჩვენ ყოველთვის ვდგევართ ჩვენი სამშობლოს გვერდით და ან დღეს, ან არასოდეს. ჩვენი მოთხოვნა არის ასეთი და აუცილებლად უნდა დაასრულდეს ეს ჯოჯოხეთი, რომელიც 13 წელია ტრიალებს საქართველოში და აუცილებლად საქართველო გახდება ევროპული ოჯახის წევრი.